სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ქრისტეს მიერ საყვარელო მანო და დანო ეს კვირა დღე არის, რომელსაც ეწოდება შენდობის კვირა და ასევე ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ადამის სამოთხიდან განდევნას. ყველიდან იწყება დიდი და წმინდა 40. დიდი არა იმიტომ, რომ დღეთა რაოდენობა ამ მარხვისა აღემატება დანარჩენ სამ მარხვის დღეებს. არამედ დიდია ეს მარხვა თავისი შინაარსით. წმინდა არის თავისი სულის კვეთებით. რამე თუ ჩვენ ვემზადებით, რომ შევხვდეთ ქრისტეს მხრეთით აღდგომის დღესასწაულს. დღესასწაულს, რომელმაც მოგვანიჭა ჩვენ განწმენდა ცოდვათა და დაგვაბრუნათ სათასასუფეველში. დღესასწაულს, რომელიც გვიჩვენებს ჩვენ სახეს, ჩვენი მომავალი ყოფობის, ჩვენი აღდგომის, ჩვენი სხეულის გარდაქმნის და ჩვენი მარადიული სიხარულის უკეთო ღმერთმა ინება ჩვენი დამკვიდრება სათასასუფეველში. და ამ მოლოდინის დასაწყისში ჩვენ ვიხსენებთ თუ რატომ იქნა განდევნილი ადამი სამოთხიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს იმისათვის, რომ თუნდაც ამ მარხვის დღეებში შევეცადოთ გავემიჯნოთ იმ ცოდვებს, რომელმაც გამოაძევეს ადამის სამოთხიდან, რის გამოც ჩვენ დავექვემდებარეთ სიკვდილს, დავექვემდებარეთ ხრწნილებას. ჩვენ იცით, რომ ადამი სამოთხიდან გამოდევნილი იქნა იმის გამო, რომ მან დაარღვია ღვთის აღთქმა. იმაში კი არ იყო საქმე, რომ მან შესჭამა რომელიმე ღვთის ნაყოფი. ყოველი ხე აღმოცენებული სამოთხეში იყო განკუთვნილი ადამიანისათვის. და იქ იყო ორი განსაკუთრებული მნიშვნელობის ხე, ხე სიცოცხლისა, ცხოვრებისა და მეორე ხე შეცნობისა, კეთილისა და ბოროტისა. და ამ უკანასკნელი ხიდან უთხრა უფალმა ადამიანს, რომ ამ ხიდან არ მიერთვა მას ნაყოფი, რამე თუ მოხდებოდა მაშინ ეს. მაგრამ გველმა, შორით აქვსილმა და მისი სახით კი ეშმაკმა, სიძულვილი და შორით აქვსილმა ადამიანის მიმართ, როგორც ღვთის უსაყვარლესი არსებისა, განიზრახა, რომ ეცვლებინა ადამიანი და მან აცდუნა ევა, რომელმაც შემდგომ უკვე თავის მეუღლეს შესთავაზა ნაყოფი აკრძალული ხისა. ეს აკრძალვაც დროებითი იყო, განა ღმერთს
რომელმაც მთელი სამყარო გაიმეტა ადამიანისათვის ერთი ხის ნაყოფი არ გაემატებოდა? არა, ეს იყო დროებითი აკრძალვა. ადამი ჯერ უნდა გაზრდილიყო თავისი გონებით, მას უნდა შეემეცნებინა სამყარო. ის სულიერად უნდა წარმატებულიყო ღმერთთან ურთიერთობაში. მას უნდა მოეპოვებინა მსგავსება ღვთისა თავისი ცხოვრებით და ამიტომაც შექმნა სამოთხე უფალმა, რომელშიც არ ჭირდებოდა ადამიანს მუშაკობა, მას არ ჭირდებოდა მიწის დაბარვა, გათოხნა, ყამირის დამუშავება, ბრძოლა იმისათვის, რომ მოეპოვებინა დღის სარჩო. ეს არაფერი არ ჭირდებოდა ადამიანს. ყოველი ნაყოფი მას ეძლეოდა ღვთის სიყვარულის და გამო. ეძლეოდა უშრომელად, უშურველად და ადამიანმა დაარღვია უფლის მცნება და ამის შემდგომ როგორ ვითარდება მოვლენები და როგორ მოხდა ადამიანის ყისიერი ცვლილება, ვაჩვენებენ მოვლენები განვითარებული კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფის მიღების შემდგომ პირველ კაცთაგან. ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობდნენ როგორც პატარა ბავშვები. მათ არც ტკივილი იცოდნენ, არც წუხარება. ხრწილებას არ იყო დაქვემდებარებული მათი ხორცით. მათ სისუფთავე და სიწმინდე ჰქონდათ, ისინი თავიანთ შიშიშვლეს არ აღიქვამდნენ სირცხვილად, იმიტომ რომ ბავშვი რატო არ აღიქვამს სირცხვილად თავის შიშიშვლეს, იმიტომ რომ ვნება არ მოქმედებს ბავშვი. ის ბავშვი მან ვნების მოქმედება არ იცის, ხორცი მას ვნებისკენ არ ბიძგებს. შეიძლება ვნების მოქმედება არის ის იმ ბუნებითად გადაცემული მშობლებისაგან. უკვე ჩვენი დაცემული ხორცის ნაწილია ვნება, მაგრამ ბავშვი ის არ მოქმედებს და ამიტომაც ბავშვი არ იცის თავისი შიშიშვლის სირცხვილი. არ მალავს და პირიქით უფროსიც რო უყურებს, მაშინ სისუფთავეს ხედავს. ხოლო სულით ავამტყობ შეუძლია ბავშვი დაინახოს რამე ვნებიანი. და აი ამ მდგომარეობაში იყვნენ ადამი და ევა და როგორც კი მიიღეს ეს ნაყოფი, მაშინვე შემოვიდა მათში ვნება და მათ დაინახეს თავიანთი სიშიშვლე, ბრძანებს მინდა წერილი და მათ შერცხვათ, რიშის ცი შერცხვათ, ჯერ თვითონაც არ იცოდნენ რა ვნების მოქმედებაც კი შეიძლება არ იცოდნენ მათ და გააზრებულიც არ ჰქონდათ, მაგრამ დაიწყო ამ ვნებამ მოქმედება მათში და იგრძნეს მათ მხილება სინდისისა. და ამით მხილებულნი უკვე სცენარეულობით ცდილობდნენ თავიანთი სიშიშვლის დამალვას. და კითხა უფალმა ადამიანს, ადამი,
სათხარ შენო პასუხობს ადამიანს აქ ვარ მაგრამ ცხენიაო ჩემი სიშიშვლისაო და ამიტომაც ვერ დაგენახებიო და საიდან იცი რომ შიშველი ხარო ესე იგი გასინჯეო ნაყოფი განა ღმერთმა არ იცოდა ნაყოფი რომ ამ შედეგის მომტანი იყო და თუნდაც ასე უპასუხა ადამიანმა განა იმით არ მოსჩანდა რომ მას უკვე ეს ნაყოფი ჰქონდა გასინჯული მაგრამ ეგ სვამს კითხვას უფალი იმიტომ რომ კითხვაში არის შესაძლებლობა ადამიანისათვის რომ გამოხატოს თავისი შინაგანი გრძნობა თუ რას გრძნობს ის ამის გამო და ამ შეკითხვას უსვამს უფალი და შეკითხვაში ამავ დროს არის მოლოდინი თუ რას ეტყვის ადამიანი და რისი მოლოდინი სინანულისა რომ ადამიანი შეინანებს თავის ცოდვას მაგრამ ადამიანი პასუხობს ქალმა რომელიც შენ მომეციო მან მომცამე ეს ნაყოფი და თითქოს უფალს აბრალებს რომ ქალი რომელიც შენმე მომეცი რომელიც შენგან არისო ძველ ქართულში ასეა ანუ შენგან არის ქალი და იმ ქალმა მომცამე ნაყოფი ადამიანი არ ამბობს რომ მერთო ვაპატიე შევცდი დავარღვია შენი სიტყვა და თუნდაც იმასაც ვერ ამბობს რომ არათუ ორივეზე სთხოვოს რომ ვაპატიე ორივეს ქალს რომელსაც შენ მომეცი და მეც ჩვენი შეცდომა არამედ თითქოს ემიჯნება ევასაც და ღმერთსაც აყვეტს რომ ქალი რომელიც შენგან არის იმან მომცავა და ევაც პასუხობს რომ გველმაო მომცა ეს ნაყოფი მეო პირველი ადამიანები ცდილობენ გადააბრალონ ცოდვა ერთმანეთს მერცაც კი დააბრალონ ცხოველსაც დააბრალონ ჩვენში ძალიან ღრმად არის გამჯდარი თავის მართლების სურვილი ჩვენ გვიჭირს როდესაც ვამხელენ ცოდვაში თუნდაც ყველაზე მცირედში აღარ არის საუბარი დიდი დანაშაული არამედ მცირედშიც კი თუ დავაკვირდები ჩვენ დავინახავთ რომ მცირედშიც კი ვცდილობთ რომ თავი გავემართლოთ და ვამბობ ეს იმიტომ რომ მოხდა რომ ან უკეთეს შემთხვევაში ვამბობ კი დავაშავე მაგრამ აი ის რომ არ მოხდარიყო და იმას ასე რომ არ გაეკეთებინა და ის რომ არა და ეს რომ ასე ყოფილიყო მაშინან ეს ასე არ მოხდებოდა ძალიან ღრმად არის ჩვენში გამჯდარი თავის მართლების სურვილი და ეს არ არის სწორი ღვთისწინაში ადამიანს რომელსაც შეუძლია თავისი ცოდვის გაცნობიერება და მასზე გულწრფელად შენდობის თხოვნა ეს ადამიანი არის
ღვთის წინაშე მაღალი ღირსეული სულის მქონე და რომ დაუბრუნდეთ ადამის და ევას შეწოდებას მათმა ცოდვამ შემოიტანა უკვე სიკვდილი და ხრწნილება დედამიწაზე. ადამიანს რომ შეენანა ძალებს ეფრემასური ადამიანს რომ შეენანაო ის ვერ აღიდგენდა იმ თავის პირველ სახესო, მაგრამ მაშინ წყევლა არ შემოვიდოდაო დედამიწაზეო. და რადგანაც ადამიანმა არ შეინანა და არა იმიტომ რომ ღმერთმა ის დასწყევლა და კაცობრიობა დასწყევლა, არამედ იმიტომ რომ ადამი თავის ცოდვაში და სამოთხეში მყოფობით უფრო მეტად არ გახრწნილიყო, ღმერთმა დაადო მას აკრძალვა, რომელმაც გამოიწვია ხორცთა ხრწნილება, შემოიტანა სიკვდილი სამყაროში, შეცვალა დედამიწაც, შეცვალა ცხოველთა სამყაროც. ცოდვა ასეთი შედეგი იქონია. ამიტომაც ეუბნება რომ მიწამ გამოიღოსო ეკალი და კუროსთავიო და ოფლით ჭამდეო შენს შრომით და ოფლით ჭამდეო და მოიპოვებდეო ნაყოფსო და ქალს ეუბნება რომ ტკივილი შობდე და ტერი იქნება გველი შენიო და ამ ტრობაში ეშმაკის ტრობა იგულისხმება უპირველეს ყოვლისა კაცთა მოდმის მიმართ. ხოლო გველს არც ეკითხება უფალი, იმიტომ რომ ხედავს ეშმაკის მოქმედებას, ეშმაკს ხედავს, რომელსაც სინანული არ შეუძლია და ის არც ეკითხება მას, რატომ გააკეთე შენ ესო. ის პირდაპირ გამოუტანს მას განაჩენს და ეუბნება რომ ხვიდოდე შენს კერძზე და მუცელზეო. და სჭამდე მიწასა და ნაცარსაო. კესარიოს არალელი ამ ადგილს შემდეგნაირად განმარტავს, რომ სჭამდე მიწასა და ნაცარს აქ იგულისხმება მიწა და ნაცრად ადამიანები, რომლებიც მიწიერი ამავებით არიან გადაცებულები და სულის გადარჩენის საქმეს უგულებელს ყოფენ. ან მცირე ყურადღებას აქცევენ მათ და ასეთ ადამიანებს შეშჭამს და დაგესლავს ეშმაკი და ამით ისინი მოკლებულნი იქნებიან ცხოვნების საშუალებას. და
განაჩენი თისა გამოტანილი ადამიანისათვის მიწად იყავდა მიწად მიიქეც ეს განაჩენი მოქმედებს დღევანდელ დღემდე ყველა ადამიანში და მხოლოდ წმინდანთა სხეულები ბუნებრივად უხრწნელნი რჩებიან ზიარების არა ევქარისტიის კანონში აი როდესაც რომელი ქერუმითა აღესრულება იგალობება მაშინ მღვდელი კითხულობს ლოცვას არავინ არს გულის თქმათა და გემოთაგან შეკრულთაგანი მიახლებად ღვთისაო გულის თქმათაგან და გემოთაგან შეკრულთაგანი და ხედავთ რომ რომელ გულის თქმაზე და გემოზე არის აქ საუბარი არის ზუსტად ნებაზე რომელიც შემოვიდა ადამის და ევას დაცვების შემდგომ და ეს ნება დღეს ადამიანებში მოქმედებს უკვე ბუნებითად და გადმოგვეცემა ჩვენი მშობლებისაგან მოგვეცემა ჩვენ იმ ხორცთან ერთად რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხოლო სულს შეუძლია თავისუფლება ნებისაგან სულს ძალუც განთავისუფლდეს ამ ხორცის ტყვეობისაგან და გემოთა და გულის თქმათა პატიმრობისაგან შეუძლია ქრისტეს ძალითა და სულიწმინდის მოქმედებით სულიწმინდისა რომელიც მოქმედებს ეკლესიაში ზუსტად ეს ეკალნი და ყუროს თავნი უნდა დაძლიოს ადამიანმა ეს ეკალი და ყუროს თავნი აღმოცენებულნი მიწაზე და აღმოცენებულნი ადამიანის სულში ქრისტემ შემუსრა და დაზლია როდესაც დაიდგა ეკლის გვირგვინი თავზე ეს ეკალნი განწმინდა მაცხოვარმა თავისი სისხლით და დააკარგვინა მათ ძალა და ისინი კარგავენ ძალას ადამიანში თუ ადამიანს აქვს ეს სურვილი და მცდელობა და კარგავენ თუ ადამიანი ღმერთს უახლოვდება მაგრამ უახლოვდება როგორ არა ისეთი ქედმაღალი საუბრით ადამიანისა არამედ სინანულით ადამიანი თავისით რომ მოდრეკილიყო მაშინ მას არ დასჭირდებოდა მოდრეკა თავისი ქედისა ცხოვრების გადასალახად არ დასჭირდებოდა შემდგომ გლოვა იმისათვის რაც დაკარგა მერტი შეიწირავდა მის სინანულს ისე როგორც გვაჩვენებს დიდი მარხვის დაწყების წინა კვირებში გვაჩვენებს უძღების შვილის ფარისევლის მაგალითზე
მეზვერე და ფარისვერმის მაგალითზე თუ როგორ უბრუნდება ადამიანი ღმერთს, ზაქეს მაგალითზე თუ როგორ კვლავ ცოცხლდება ადამიანი ცოდვისაგან გამოსული და როგორ იწყნარებს მონანულ ადამიანს ღმერთი, ისე როგორც უძღების შვილის მამა. აი ამ გამოსვლის სათავეში ვართ დღევანდელ დღეს ქრისტეს მიერ საყვარელი. და ეს წმინდა 40 როგორც გამოსვლა ცოდვისაგან ისე უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. გამოსვლა ვნებათაგან და გულის თქმათაგან. გამოსვლა ამპარტავენებისაგან. სიძულვილისაგან, ურთიერთმიუტევლობისაგან. და თუ ეს გსურს მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ კაცმოყვარე ღმერთი. მაგრამ თუ მხოლოდ გარეგნულად ვაკეთებთ ამას, მაშინ ვიქნებით ვითარცა ფარისეველი, რომელიც გავიდა ტაძრიდან გამართლების გარეშე. გავიდა დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში და სისწორეში, მაგრამ ღვთისაგან გაუმართლებელი. ამიტომაც ვეძიებდეთ უპირველეს ყოვლისა სიმართლეს ცათასასუფეველისას. შევეცადოთ, რომ ჩვენი გული ზეცას შეუერთოთ. ჩვენი გონება მიწას მოუწყვიტოთ. შევეცადოთ დავინახოთ, რომ ჩვენი დასასრული მაინც არ არის მიწა. მიწა ჩვენი ხორცის დასასრულია. ხოლო ჩვენი სულის მომავალი არის კავშირში ზეცასთან. აი ამ გრძნობით უნდა ვიყვეთ გამსჭვალულები ქრისტეს მიერ საყვარელმა. და მაშინ ჩვენი გული გახდება საუნჯე ღვთის მადლისა და ჩვენი გულიც იქნება იქ, სადაც ღვთის მადლი არის, სადაც ღმერთია, სადაც წმინდანებია. აი ეს ვთხოვოთ უფალს ამ მართვის დღეებში და შევეცადოთ, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ვიდვირთოთ მარხვა თავის ღვაწლთან ერთად, ლოცვასთან, მუხმოდრეკასთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ცოდვისაგან დაშორებასთან. შევეცადოთ ლაგამი ამოვდოთ ჩვენს ენას, ჩვენს არასწორ გრძნობებს, განგითხვას, შურს, სიძულვილს, გაღიზიანებას, რისხანებას. შეგვეშლება ვიქონიოთ სინანული და შენდობა ვთხოვოთ ღმერთს და თუ მოყვასის წინაშე ვწოდეთ მოყვასაც. იმიტომ რომ
წინა კვირას, როდესაც ვიხსენებდით საშინელ სამჯავროს, წმინდა წერილში იყო სიტყვები, რაც გაუკეთეთ ერთ მცირედსაც ჩემგანს, მე გამიკეთებ. და რაც არ გაუკეთებ, ერთ მცირედსაც ჩემგანს, მე არ გამიკეთებ. ანუ მოყვასის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. ვერ გამოდის. არ შეიძლება კი არა, ვერ შეიძლება. და როგორი განწყობაც გვაქვს მოყვასის მიმართ, იმ განწყობის მიხედვითაც გამოსდის ჩვენ ღმერთი. იმიტომ რომ რა თქვამია წმინდა წერილში, უკეთო არ შეუნდობდეთ თანამდებთა თქვენთან მთელი თქვენი გულითო, არც თქვენ მოგეტევნენ ცოდვანი თქვენი. თუ არ იუტევთ მთელი გულით, არ მოგეტევება ჩვენ, არ შეგვიძლია მთელი გულით ჩვენს ცოდვად შევრაცხოთ, ჩვენს ნაკლად შევრაცხოთ, ჩვენს არასწორობად შევრაცხოთ და ვითხოვოთ შემდგომ ღვთისაგან და თავს ნუ მივმართლებთ. ნუ ვიტყვით ამიტომ რომ და იმიტომ რომ არა. მერტმა ყველას მოგცეს ამის ძალა და მოგცევს თუ გვენდომება. ახლა ჩვენ წავიკითხავთ შენდობის ლოცვას, წესს შევასრულებთ შენდობისას. იქნება წაკითხული ლოცვა და შემდგომ აღესრულება შენდობის წესი. მე შენდობას ვითხოვ ჩვენს წინაშე, ყველას წინაშე, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებლები ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აღელვებული და გაურკვევლობაში ყოფები არიან იმ მოვლენების გამო, რომელიც შუქდება მასმედიის საშუალებით. მართალი რომ გითხრათ, მე პირადადაც არ მაქვს ბევრ კითხვაზე პასუხი ჩემთვისაც და გაურკვევლობაში ვიმყოფები. ამ დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი, არა სამართლიანი და განკითხვის სიტყვა ითქვა ეკლესიის მიმართ, სასულიერო პირების მიმართ. ამას ამობენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მოყვარენი ეკლესიისა. ამობენ ისინი, ვინც თვლის, რომ ის მორწმუნეა. ამობენ ეკლესიის წევრებიც. თქმაში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ტელევიზიით გამოსვლას, არამედ რაც იწერება სოციალურ ქსელებში და რაღაც სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში. ამასაც გულისხმობ და ვამჩნევ რაღაცას, რომ გულშემატკივარი არის ცოტა. ის, ვისაც
მართლაც ტკივა თავისი ეკლესიის ბედიღბალი და ვინც მზადაა რომ ეკლესიასთან ერთად თუნდაც არა ეკლესიასთან, არამედ ეკლესიის წევრებთან, სასულიერო პირებთან, იმიტომ რომ ეკლესია უცდომელია. ეკლესიის სწავლება არასოდეს არ შეიცვლება და ის უცდომელი სწავლება, ის მაცხოვნებელი სწავლებაა, მაგრამ სახურები, ადამიანები ცდებით გვეშლება, მოქმედებს ჩვენში ცოდვა და სისუსტე. მაგრამ გულშემატკივარი ჭეშმარიტი შეცდომილთან ერთად იზიარებს შეცდომის უხარებას, შედეგს, რომელი მღვდელი იცით თქვენ, რომელთანაც მისულა ადამიანი აღსარებისთვის და მას მისთვის შენდობა არ მიუცია, მიუხედავად მისი უმძიმესი ცოდვებისა. მე ასეთი მღვდელი არ შემხვედრია, არც გამიგია. სასულიერო პირები მუდმივ მზადყოფნაში არიან, ცოდვილი ადამიანი მიიღო, მოусმინონ და ეკლესია შეუერთო, მერთან შეარიგო, მისცენ მას შენდობა. ზოგ შემთხვევაში ზედმეტიც კი მოგვდის. ზოგ შემთხვევაში ეკლესიის წესიც კი ირღვევა მონანულის მიმართებაში. და თუ ამ შემთხვევაში სასულიერო პირი ყველასთვის მისაღები და კარგია და პირიქით მის სიმკაცრეს ნაკლად უთვლიან ხშირად, ისევ არა მორწმუნე საზოგადოება სასულიერო პირს თუ რაღაცა შეემთხვა, ან თუ გაურკვევლობაში არის, თუნდაც ჯერ არავინ არ ვიცი ჩვენ შეემთხვა თუ არ შეემთხვა, დამნაშავეა თუ არა დამნაშავე. არ გულისხმობ მხოლოდ მამა გიორგი მამალაძეს, არამედ ზოგადად სხვა სასულიერო პირსაც, ვისაც რაღაცაში დასდებია რალი, თუ ჩვენ არ ვიცით ბოლომდე, რატომ გვაქვს სად ენა განკითხვისათვის. რატო ვივიწყებთ მის და ეკლესიის მუდმივ მზადყოფნას, რომ ცოდვილი ადამიანი მიიღოს. რატომ გავიწყდება, რომ ეკლესია არ არის წმინდანთა და ანგელოზთა დასი, არამედ ცოდვილთაც შემოიკრებს და ცოდვილებს წმინდანად აქცევს. არა ისინი იქცევიან, არამედ ეკლესია აქცევს მათ წმინდანებად. და ვწუხარ როგორც იმაზე, რომ ამ ვითარებამ გამოიწვია გულის ტკივილი დაბნეულობა ადამიანებში, და ასევე ვწუხარ იმაზე, რომ გულშემატკივრობის ნაკლებობას ვხედავ. და ამიტომაც მე გთხოვთ თქვენ, რომ გამოიჩინოთ უფრო მეტი სიბრძნე, როგორც ეკლესიის წევრებმა და ნუ დავასხამთ წყალს
ეკლესიის არა კეთილმოსურნის წისქვილზე. იმას ვისთვისაც ეკლესია არ არის მისი გულის ტკივილის და სიხარულის ობიექტი. არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ თავისი ენად და გონების ბრძნობის გამოხატვის საშუალება. რომელი ჩვენთაგანი გადმოდგება და დაიწყებს საუბარს ჩვენი ოჯახის წევრის ნაკლზე. ეს ნაკლიც ამ ნაკლსაც ხშირად და უმეტესად დლები ისმენენ და იმ შემთხვევაშიც ვისთვის უთხრავს ყველს წადი უჩივლე, წადი დაწერე, წადი უბანში ილაპარაკე. ყოველთვის უთხრავს ილოცე, მოითმინე, შენი სიყვარული აჩვენე და ღვთის იმედი გქონდესო. და თუ შეუძლია თვითონაც ზათა რო დაეხმაროს ასეთ შემთხვევაში ადამიანს. ამიტომაც განკითხვას და ჭორების ოსმენასა და აყოლას გვირჩევნია რომ ვილოცოთ. იმიტომ რომ რა თქმია უკეთო საძღვნოებით ვითხოვდეთ ლოცვასა შინაო ყოველივე გვეყოს ჩვენ და ვითხოვოთ რომ ღმერთმა განამტკიცოს ჩვენი ეკლესია რომ მეტი ღირსება შესძინოს მას სასულიერო პირებს რომ წმინდანები იყვნენ ჩვენს ეკლესიაში და მათი ლოცვით ღმერთმა ჩვენ შევიწყალოს. ამენ. ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტეს. მე შენდობას ვითხოვ ეს წინაშე ჩემი ცოდვებისათვის, რომელიც მრავალია და როგორც ადამიანი და როგორც სასულიერო პირი ბევრ ამას არ ვაკეთებ და იმედი მაქვს თქვენი ლოცვის, რომ თქვენი ლოცვა შემეწევა და მერტი შემიდობ და გამომასწორებ. შენდობას ხოვთ ყველას. Tams, რომ კაცმოყვარებმა ღმერთმა ქრისტეთა მოწყალებითა შეგვიძლოს ჩვენსა და ყოველთა მონანულთა შეცოდებანი ჩვენი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ.